ვაგრძელებთ მეტროს თავი მეოთხე 96 გვერდიდან თავი მეოთხე მეთაურის ფარნის ყვითელი შუქი დახტოდა გვირაბის კედლებზე ლოკავდა სველი იატაკს და დროდადრო გვირაბის სიღრმეში იკარგებოდა წინ უკუნეთი სიბნელე იყო დრეზინა ჭრიალით მიიწევდა მოუსავლეთში და მის გულსაკლავ ხმას არიეგარდში ყოფი ადამიანების მძიმე სუნთქვა და ნალიანი ჩექმების ბრაგუნი ერთვოდა. უკან ჩამოიტოვეს სამხრეთის ყველა კორდონი. ვედენხასა და რიჟსკაიას შორის მდებარე გზა ბოლო ხანებში პრაქტიკულად უსაფრთხო იყო, რადგან მეზობლებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. მაგრამ წესდება მოითხოვდა ყურადღება არ მოედუნებინათ. ჭერში განლაგებული სავენტილაციო ხვრელები, სამეურნეო სათავსოების დაგმანული კარები, გვირაბის მრავალრიცხოვანი განშტოება ყველაფერი შეიძლებოდა საფრთხის შემცვლელი ყოფილიყო. ამიტომაც მეთაურის ფარანი დაუღალავად ებრძოდა სიბნელეს და დრეზინის უკან მიმავალი მამაკაცების შემართებული ავტომატები ყოველწუთ მზად იყო გასასროლად. არწომი გრძნობდა რომ დაიღალა. შეუჩერებლი მუშაობდა, დრეზინის სახელური ზევით ქვევით მოძრაობდა, ბორბლები ტრიალებდა. იგი ტყუილად ცდილობდა წინ რამე გაერჩია და ისევ და ისევ ახსენდებოდა ჰანტერის ფრაზა. სიბნელის ბატონობა მმართველობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა მოსკოვის მეტროპოლიტენში. არწომი ცდილობდა იფიქრა იმაზე, თუ როგორ უნდა მიეღწია პოლისამდე, მაგრამ საშინელი დაღლილობა და კუნთების ტკივილი არ აძლევდა კონცენტრირების საშუალებას. ცხელი მლაშე ოფლი თვალებში ჩასდიოდა, მაგრამ ბერკეტს ხელს ვერ უშვებდა, რომ სახე შეემშრალებინა. ყურებში სისხლს ბაგაბუგი გაუდიოდა. არწომს გაახსენდა, რომ ბავშვობაში ხშირად მიუღია მოუხერხებელი პოზა, რათა სწორედ ასე ახმაურებულიყო სისხლი ყურებში, რადგან ეს ბაგაბუგი სამხედრო აღლუმზე ჯარისკაცების მწყობრი ნაბიჯების ხმას აგონებდა. წარმოიდგენდა ხოლმე, რომ მოედანზე იდგა და მისი ერთგული დივიზიები კი მოდიოდნენ. ასე ეხატა წიგნებში. როგორც იქნა მეთაურმა განკარგულება გასცა. ბიჭებო, ჩამოდით ძირს, ადგილები გაცვალეთ, ნახევარი გზა უკვე გავიარეთ. არწომი და ჟენკა ჩამოხვდნენ დრეზინიდან და ქანს გაწყვეტილები ლიანდაგზე ჩამოსხდნენ. მეთაურმა შეხედა და თავი გადააქნია. რაო, დედიკოს ბიჭებო, დაიღალეთ? კი დავიღალეთ, აღიარა ჟენკამ. ხო, ადექით ახლა, დასვენების დრო არ გვაქვს, საყვირი გვიხმობს, საინტერესო ზღაპარს მოგიყვებით. ჩვენ შეგვიძლია კარგი ამბების მოყოლა, განაცხადა ჟენკამ და უხალისოდ წამოდგა ფეხზე. თქვენი ყველა ამბავი ჩემთვის ცნობილია, შავებზე, მუტანტებზე, სოკოებზეც. მე კი 1-2 ისეთი ვიცი, თქვენ რომ ნამდვილად არ გაგიგონიათ. შეიძლება ზღაპრებიც არც არის, მაგრამ არავის შეუძლია შეამოწმოს. უფრო სწორად იყვნენ გულადი ბიჭები, რომლებმაც მოინდომეს გადამოწმება, მაგრამ ისინი უკვე ნამდვილად ვეღარაფერს მოგვიყვებიან. არწომს ამ სიტყვებმა ძალა დაუბრუნა. მისთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნებისმიერი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა მშვიდობის გამზირის სადგურის იქით. იგი სწრაფად წამოდგა რელსებიდან, ავტომატი ზურგიდან კერძზე გადმოიტანა და დრეზინის უკან დადგა. პატარა ბიძგის შემდეგ დრეზინის ბორბლები კვლავ აჭრიალდა. რაზმმა გზა გააგრძელა. მეთაური კვლავ ხიზლად იყურებოდა წინ. სიბნელეში მისი ხმა არც ისე კარგად ისმოდა. საინტერესოა საერთოდ რა იცის თქვენმა თაობამ მეტროს შესახებ? რაღაც ზღაპრებს უყვებით ერთმანეთს. ვიღაცამ მართლა ნახა რაღაც, სხვამ კი ყველაფერი თვითონ მოიგონა. ერთმა მოისმინა რაღაც ამბავი, მოუყვა მეორეს და ყველაფერი ისე წარმოადგინა, თითქოს ეს მას გადახდა. მეორე მესამეს მოუყვა და ცოტა გააზვია და აგორდა ჭორი. მეტროს მთავარი პრობლემა ისაა, რომ არ არსებობს კარგი კავშირი. შეუძლებელია ერთი ბოლო და მეორეში სწრაფად გასვლა. ერთგან გადაღობილია, მეორეგან მტრები გვყავს. სადღაც რაღაც გაუგებარი ხდება და სიტუაცია ყოველდღე იცვლება. თქვენ როგორ გონიათ, რამხელაა მეტრო? ეს პრობლემა რომ არ არსებობდეს, მატარებლით მისი ერთი ადგილიდან ბოლოდან მეორეში გასვლა სულ 1-2 საათში შეიძლება. ახლა ადამიანები კვირაობით მოგზაურობენ და ხშირად ვერც კი აღწევენ დანიშნულების ადგილამდე. არ იცი მოსახლეობის იქით რა გელოდება. აი ჩვენ ახლა რიჟსკაიაზე ჰუმანიტარული ტვირთი მიგვაქვს. პრობლემა ისაა, რომ ვერავინ, ვერც მე, ვერც ჩვენი სადგურის მორიგე და ვერც ვინმე სხვა თავს ვერ დადებს იმაზე, რომ როცა იქ მივალთ, ცეცხლს არ გაგვიხსნიან, ან არ აღმოვაჩენთ, რომ ეს სადგური უკვე ვიღაცამ გადაწვა, ანაც ჰანზას შეუერთდა და სამუდამოდ გადაგვიკეტა გზა დანარჩენი სადგურებისაკენ.
არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია. გუშინ ამოღებული ცნობები დღეს უკვე მოძველებულია. ეს იმას გავს ქვიშიან უდაბნოში, რომ 100 წლის წინანდელი რუკით წახვიდეს ამოგზაუროთ. შიკრიკები იმდენ ხასუნდებიან გზის გავლას, რომ მათი ცნობები ხშირად უსარგებლო და მცდარია. ადამიანები ასეთ პირობებში არასოდეს ყოფილან. ვერსტი წარმომიდგენია რა დაგვემართება. თუ ერთშვენიერ დღეს გამოგველება საწვავი და დენი ჩაქრება. უელსის დროის მანქანა თუ წაგიკითხავთ, იქ არიან მოрлოკები. ამ ბოლო ორ დღეში არწომა უკვე მეორედ გაიგონა მოрлოკებისა და ჰერბერტ უელსის შესახებ. ახლა ეს ყველაზე ნაკლებად დაინტერესებდა. ამიტომ ჟენკას პროტესტის მიუხედავად საუბარი ისევ ძველ კალაპოტში დააბრუნა. თქვენმა თაობამ რაღა იცის მეტროს შესახებ? ეშმაკეულზე გვირაბში ლაპარაკი არ შეიძლება, ცუდად მოქვს დაცდელი. ამიტომ უხილავ ძალებზე, რომლებიც გვითვალთვალებენ, არაფერს ვიტყვი, მაგრამ შემიძლია მოგიყვეთ რომელ სადგურზე ვინ ცხოვრობს. საკმაოდ საინტერესოა, დამიჯერეთ. აი მაგალითად იცით თუ არა, რომ პუშკინსკაია და მასთან დაკავშირებული ორი სადგური, ჩეხოვსკაია და ტვერსკაია, ფაშისტებმა დაიპყრეს. ფაშისტებმა გაუცდა ჟენკა. აქ საიდან გაჩნდნენ? არწომი ძალიან კმაყოფილი დარჩა იმით, რომ მისმა მეგობარმა გაკვირვება ვერ დამალა. ნამდვილი ფაშისტები არიან. დიდი ხნის წინათ, როდესაც ჯერ კიდევ ზემოთ ცხოვრობდით, იქ იყვნენ ასეთები, თავგადასასვლელები და რაღაცა RNS წევრები. რედაქტორი შენიშნა RNE რუსკაია ნაციონალია единства, რუსული ნაციონალური ერთობა, თარგმნელი შენიშნა. დღეს უკვე აღარავის ახსოვს ეს რას ნიშნავს. შეიძლება თვითონაც არ ახსოვთ. მერე თითქოს გაქრნენ. კარგა ხანს არაფერი ისმოდა მათ შესახებ და უცებ ცოტა ხნის წინ პუშკინსკაიაზე გამოჩნდნენ. მეტრო რუსებისთვის. გაგიგიათ ასეთი რამ. ან კიდევ ქენის სიკეთე, გაწმინდა მეტრო. გაყარეს ყველა არარუსი პუშკინსკაიადან, მერე ჩეხოვსკაიადან, ბოლოს ტვერსკაიასაც მისვდნენ. თავიდან უფრო წყლარად იქცეოდნენ, მერე კი გამხეცდნენ. დაუნდობლად უსწორდებოდნენ ხალხს. ახლა იქ რეიხი აქვთ, მეოთხე თუ მეხუთე. ჯერჯერობით ამის იქით არ მიდიან, მაგრამ მე-20 საუკუნის ისტორია ჩვენს თაობას კიდევ ახსოვს. აი მუტანტები ფილის ხაზიდან სხვათა შორის მართლა არსებობენ, მაგრამ ჩვენი შავები ყველა ჯობნიან. არიან კიდევ სექტანტები, სატანისტები, კომუნისტები, ნამდვილი კუნსტკამერა. ამასობაში მიტოვებულ სათავსოებს ჩაუარეს. ადრე აქ თავშესაფარი უნდა ყოფილიყო, ან ტუალეტები, ავეჯი და მოწყობილობა დიდი ხნის წინ მოეპარათ, კარებიც კი ჩამოეხსნათ. ცარიელ ჩაბნელებულ ოთახებში ყველა ერიდებოდა შესვლას. თითქოს არაფერი იყო იქ, მაგრამ მაინც წინ სუსტი ნათება გამოჩნდა. ეს ალექსეევსკაია იყო. სადგურზე ცოტა ხალხი ცხოვრობდა და მხოლოდ ერთი საგუშაგო ჰქონდათ 50 მეტრზე. გუშაგების მიერ ანთებულ კოცონამდე 40 მეტრი რომ დარჩა, მეთაურმა ბრძანა. გაჩერებულიყვნენ. მან ფარანი მოიმარჯვა და რამდენიმეჯერ ჩართო გამორთო. გარკვეული თანმიმდევრობით. ეს პირობითი ნიშანი იყო. კოცონის ფონზე შავი სილუეტი გამოჩნდა და მათკენ წამოვიდა. სტეკ, ახლოს არ მოხვიდეთ. ხომ შეიძლება ერთხელაც ვერ გვიცნონ და მეგობარ სადგურზე ცეცხლი გაგვხსნან? გაიფიქრა არწომა. გუშაგი აუჩქარებლად მიუახლოვდა მათ. გაცვეთილ სამხედრო შარვალსა და დაბამბულ ქურთუკში გამოწყობლის გულზე სადგურის დასახელების პირველი ასო დიდი ა ეწერა საღებავით. ჩაცვენილი ლოყები ჰქონდა და გაუპარსავი იყო. იჭუნეულად იმზერებოდა, ხელები კი ავტომატის სახელურზე ეწყო. მომხდურებს დააკვირდა, გაიღიმა და ნდობის ნიშნად ავტომატი უკან გადაიგდო. სალამი ბიჭებო, როგორ ხართ? რიჟსკაიაზე მიდიხართ არა? ვიცით, გაგვაფრთხილეს, მომყევით. მეთაურმა რაღაცის გამოკითხვა დაუწყო გუშაკს. წინ მიდიოდნენ და მათ სიტყვები კარგად არისმოდა. არწომა ჩუმად გადაულაპარაკა მეგობარს. რაღაც ძალიან გასაცოდოებული ჩანს. ეთქობა მთლად დალხენილად ვერ ცხოვრობენ, ამიტომაც გადაწყვიტეს ჩვენთან გაერთიანება. მერე რა, გაეპასუხა ჟენკა. რა კი ჩვენი ადმინისტრაცია დათანხმდა მაშასადამე ეს ჩვენს გვაწყობს. საქველმოქმედო ორგანიზაცია ხომ არ ვართ, რომ უქთად ვაჭავოთ. დრეზნამ ჩაუარა კოცონს, რომელთანაც მეორე გუშაგი იჯდა და სადგურში შეგორდა. ალექსეევსკაია ცუდად იყო განათებული. აქაურ მაცხოვრებლებს ძალიან მოწყენილი და უიმედო სახეები ჰქონდათ, მაგრამ სტუმრებს ვედეენხადან მეგობრულად ხვდებოდნენ. რაზმი შუა ბაქანზე გაჩერდა და მეთაურმა შესვენება გამოაცხადა. არწიომი და ჟენკა დრეზინის მცველებად დატოვეს. დანარჩენები კი კოცონთან მიიპატიჟეს. ფაშისტებისა და რეიხის შესახებ აქამდე არაფერი
გამიგონია თქვა არწიომა. მე მიაბეს რომ ფაშისტები არიან მეტროში, მაგრამ მითხრეს ნოვოკუზნეცკაიაზე სახლობენო. ვინ მოგიყვა? ლიოხა, უხალისო თქვა ჟენკამ. ხო, ლიოხა კიდე ბევრ რამეს მოგიყვებოდა. ირონიულად შენიშნა არწიომა. რა იყო ფაშისტები ხო მართლა არსებობენ? ადგილი შეეშალა, მერე რა მოხდა? ხომ არ მოუტყუებია, გაამართლა მეგობარი ჟენკამ. არწუმი გაჩნდა და ჩაფიქრდა. შესვენება ალექსეევკაიაზე ნახევარსაათს მაინც გასტანდა. მეთაურს საქმე ჰქონდა ამ სადგურის უფროსთან, უნდა მოელაპარაკათ გაერთიანების ზოგიერთ დეტალზე. ამის შემდეგ გზას გააგრძელებდნენ. დღის ბოლომდე რიჟსკაიამდე უნდა მისულიყვნენ. იქ ღამეს გაათევდნენ. მეორე დილით შემოწმებდნენ კაბელს და თუ ის ვარგისი აღმოჩნდებოდა, გააგზავნიდნენ შიკრიკს ვედენხაზე შემდგომი განკარგულების მისაღებად. თუ გადაწყვეტებოდა კაბელის გაყვანა, მაშინ გაშლიდნენ და გვირაბში გაჭიმავდნენ, მაგრამ თუ ეს საქმე ჩაიშლებოდა, მაშინ დაბრუნდებოდნენ შინ. ასე რომ არწუმს ყველაზე მეტი 2 დღე ჰქონდა იმისათვის, რომ მოეფიქრებინა რაიმე საბაბი რიჟსკაიას გარე კორდონების გასავლელად. ეს ადვილი საქმე არ იყო, რადგან ამ სადგურის იქით უკვე დიდი მეტრო იწყებოდა. მის სამხრეთის საგუშაგოს გაცილებით უფრო ხშირად ესხმოდნენ თავს. ამიტომ იქაური გუშაგები ძალიან ეჭვიანები და მკაცრები იყვნენ. შესაძლოა საშიშროება, რომელიც რიჟსკაიას ემუქრებოდა, ისეთი იდუმალი და უცნაური არ იყო, როგორც ვედენხას შესეული შავები. სამაგიეროდ მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ამ სადგურის მცველები მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში იყვნენ. რიჟსკაიადან მშვიდობის გამზირამდე 2 გვირაბი იყო გაყვანილი. რატომღაც ვერც ერთის ამოქოლვა ვერ ხერხდებოდა და სადგურის მაცხოვრებლებს ორივეს დაცვა უწევდათ. ეს ძალიან ძნელი იყო, ამიტომ რიჟსკაიას მკვიდრთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩრდილოეთის მხრიდან საფრთხის თავიდან აცილება. თუ ისინი ალექსეევსკაიასთან და რაც მთავარია ვედენხასთან გაერთიანდებოდნენ, მაშინ ჩრდილოეთიდან მათ მოკავშირეები დაიცავდნენ. ამასთან შეეძლებდნენ ჩრდილოეთის გვირაბის სამეურნეო მიზნებისათვის გამოყენებას. ვედენხასათვის კი ეს ხელსაყრელი იყო, იმიტომ რომ ეს გააზრდიდა მის გავლენას და უფრო გააძლიერებდა მას. გაერთიანების შესახებ მოლაპარაკება აიძულებდა რიჟსკაიას მაცხოვრებლებს კიდევ უფრო ფხიზლად ყოფილიყვნენ. ისინი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ მეზობლებისათვის, რომ სამხრეთის საზღვრების დაცვა ნამდვილად შეეძლოთ. ამიტომ კორდონების გადალახვა ორივე მხარეს თითქმის შეუძლებელი იყო. ერთი ან მაქსიმუმ 2 დღის განმავლობაში არწუმს უნდა მოეფიქრებინა რა ექნა, მაგრამ რაც უნდა რთული ყოფილიყო ეს ამოცანა, ის მხოლოდ საქმის დასაწყისი იყო. თუ მოხერხდებოდა სამხრეთის საგუშაგოების იქით გასვლა, მერე საჭირო იყო პოლისისაკენ შედარებით უსაფრთხო გზის პოვნა. ვედენხაზე მას შეეძლო ნაცნობი მოვაჭრეები გამოიკითხა, ისე რომ არავის გასჩენოდა რაიმე ეჭვი, მაგრამ იმის გამო, რომ ასე სასწრაფოდ მიუხვდა გადაწყვეტილების მიღება, ეს ვერ მოასწრო. ჟენკასთვის ან რაზმის რომელიმე სხვა წევრისთვის რომ ეკითხა, აუცილებლად იეჭვებდნენ რაღაცას. მისი მეგობარი ხო მაშინვე მიუხვდებოდა ჩანაფიქრს. ალექსეევსკაიაზე და რიჟსკაიაზე მეგობრები არ ჰყავდა, ხოლო უცხო ადამიანს ნამდვილად ვერ ენდობოდა. მაცულმა ისარგებლა იმით, რომ ჟენკა ბანქანზე მჯდომ გოგონასთან საუბრით იყო გართული. ჯიბიდან გამალულად ამოიღო მეტროს პატარა სქემა, რომელიც დიდი ხნის წინ გადაგდებული ზურგჩანთის სარეკლამო ფურცლის მეორე მხარეზე იყო დაბჭდილი და პოლისი ფანქრით შემოხაზა. ამ სქემაზე გზა პოლისამდე მოკლე და მარტივი ჩანდა. სულ ცოტა ხნის წინ მეთაური უყვებოდა მათ უცნაური შორეული წარსულის შესახებ. იმ დროს ადამიანებს მეტროში მოგზაურობისას თან არ მიჰქონდათ იარაღი. თავიდან ბოლოში 1 საათში შეიძლებოდა გასვლა და გვირაბებში მატარებლები დაგრიალებდნენ. მაშინ მანძილი ვედენხასა და პოლის შორის ძალიან ადვილი დასაფარი იყო. ჯერ ტურგენევსკაიამდე უნდა მისულიყვნენ, შემდეგ ჩისწიეპრუდიზე გადასულიყავი და იქიდან წითელი ხაზით პირდაპირ პოლისში მოხვდებოდი. ალბათ 30 წუთი დასჭირდებოდა მთელი გზის გავლას, მაგრამ მას შემდეგ რაც წითელი ხაზი კომუნისტების ხელში გადავიდა, ალისფერი დრო შაფრიალდა ჩისტიეპრუდის გადასასვლელის თავზე და თვით ამ სადგურს ძველი სახელწოდება კიროვსკაია დაუბრუნდა მოკლე გზით პოლისში მოხვედრაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო. ცნობილ გარემოებათა გამო წითელი ხაზის ხელმძღვანელობამ ხელი აიღო მთელ მეტროში საბჭოთა ხელისუფლების გავრცელებით მისი მოსახლეობის ტოტალური გაბედნიერების ამბიციურ გეგმაზე და მიიღო ახალი დოქტრინა, რომელიც აღიარებდა, რომ შესაძლებელია კომუნიზმის აშენება მიტროპოლიტენის
ერთ მეტროპოლიტენის ერთ ხაზზე. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით მშვიდობიანი ჩანდა, ამ რეჟიმის პარანოიული არსი არ შეცვლილა. ასობით აგენტი უსაფრთხოების სამსახურისა, რომელსაც ნოსტალგიით კგბ-ს უწოდებდნენ, მუდმივად და დაჟინებით უთვალთვალებდა წითელი ხაზის ბედნიერ მაცხოვრებლებს. სტუბრებისადმი მათი ინტერესი კი ყოველგვარ ზღვარს ცილდებოდა. წითლების ხელმძღვანელობის საგანგებო ნებართვის გარეშე ვერავინ გაჭაჭანდებოდა მათ გამგებლობაში მყოფ სადგურებზე. პასპორტების მუდმივი შემოწმება, ტოტალური თვალთვალი და კლინიკური იჭუნეულობა იყო ის იარაღი, რომლის მეშვეობითაც ახერხებდნენ როგორც გზააბნეული მოგზაურების, ისე შეგზავნილი ჯაშუშების გამოვლენას. მათ ერთმანეთისაგან დიდად არ განასხვავებდნენ და ყველას ძალიან მძიმე ხვედრი ელოდა. ამიტომ არწმუნს არც უფიქრია წითლების ხელში მყოფი ამ უმოკლესი გზით წასვლა. ალბათ არც შეიძლებოდა პოლისამდე გზა ასე მარტივი ყოფილიყო. პოლისი თვით ამ სიტყვის გაგონებაზე ადამიანები მოწიწებით ჩუმდებოდნენ. არწმუნს ახლაც კარგად ახსოვდა, რომ პირველად ეს სიტყვა მამობილის ერთი სტუმრისაგან გაიგონა. როდესაც ის წავიდა, ბიჭმა ჰკითხა სუხოის, თუ რას ნიშნავდა ეს უცხო სახელი. მამობილმა ყურადღებით შეხედა მას და სევდიანად უთხრა: ეს ჩემო ბიჭო, ალბათ ერთადერთი ადგილია, სადაც ადამიანები ცხოვრობენ როგორც ნამდვილი ადამიანები, სადაც ჯერ კიდევ არ დავიწყებიათ ამ სიტყვის მნიშვნელობა. ეს ქალაქია. პოლისი მოსკოვის მეტროპოლიტენის ყველაზე დიდ გადასასვლელში 4 სხვადასხვა ხაზის გადაკვეთაზე და ალექსანდროვის ბაღის, არბატსკაიას, ბოროვიცკაიას და ლენინის სახელობის ბიბლიოთეკის სადგურებში იყო განლაგებული. ეს იყო ცივილიზაციის უკანასკნელი ნამდვილი კერა. იქ იმდენი ხალხი ცხოვრობდა, რომ პროვინციიდან ჩამოსულები ქალაქს უწოდებდნენ. ვიღაცამ მეორე სახელი პოლისი შეარქვა, რაც არსებითად იმავეს ნიშნავდა, მაგრამ ამ სახელწოდებას ძველი და ოდესღაც დიადი კულტურის ელფერი დააკრავდა. მთელ მეტროში პოლისი უნიკალური ადგილი იყო. მხოლოდ იქ შეხვდებოდით ცველებს იმ ძველი უცნაური მეცნიერებებისა, რომლებიც ახალ მკაცრ სინამდვილეში სრულიად გამოსადეგარნი აღმოჩნდნენ. მთელი მეტრო ნელ-ნელა იძირებოდა ქაოსსა და უმეცრებაში. ეს განსწავლული ადამიანები აღარაფერში ადგენდნენ მის მაცხოვრებლებს. ამიტომ მათ ყველგან სდევნიდნენ და ყველა მათგანი პოლისში პოულობდა თავშესაფარს. მხოლოდ აქ შეხვდებოდით ბებერ პროფესორებს, რომლებსაც თავის დროზე კათედრები ჰქონდათ სახელგანთქმულ უნივერსიტეტებში. მხოლოდ პოლისში ცხოვრობდნენ უკანასკნელი მსახიობები, მხატვრები და პოეტები, ფიზიკოსები და ქიმიკოსები, ბიოლოგები. ყველა ვინც იცოდა ის, რასაც კაცობრიობამ მიაღწია თავისი არსებობის განმავლობაში. ამ განსწავლული ხალხის იმ ქვეყნად წასვლის შემდეგ კი ეს ყველაფერი სამუდამოდ დაიკარგებოდა. პოლისი მდებარეობდა მოსკოვის ცენტრში. მის თავზე იყო წარსული ეპოქის ინფორმაციის ყველაზე დიდი საცავი, ლენინის სახელობის ბიბლიოთეკის შენობა, რომელშიც ინახებოდა ასეულობით 1000 წიგნი მრავალ ენაზე. მათი თემატიკა მოიცავდა ყველა სფეროს, რომელშიც ოდესმე უმუშავიათ ადამიანებს. ამ წიგნების ნაწილი დაწერილი იყო იმ ხალხების ენებზე, რომლებიც მთლიანად ამოწყდნენ. ამიტომ მათი წაკითხვა აღარავის შეეძლო, მაგრამ რჩებოდა ძალიან ბევრი ისეთი თხზულებაც, რომელთა გაგებაც კიდევ შესაძლებელი იყო. მხოლოდ რამდენიმე სადგური და კონფედერაცია ახერხებდა დედამიწის ზედაპირზე ექსპედიციების მოწყობას. მათ შორის იყო პოლისიც. მხოლოდ იგი აგზავნიდა სტალკერებს წიგნების მოსაპოვებლად. მარტო იქ ჰქონდა ცოდნას ისეთი ფასი, რომ მოხალისენი უსასყიდნობდნენ სასწორზე სიცოცხლეს, ხოლო პროფესიონალებს უზარმაზარ ჰონორარებს უხდიდნენ იმისათვის, რომ მაცხოვრებლებს სულიერი საზრდო არ მოჰკლებოდათ. პოლისის ხელმძღვანელობა ერთი შეხედვით ისე იდეალისტური და არაპრაქტიკული ჩანდა, მაგრამ ქალაქი განაგრძობდა არსებობას. თუ რაიმე საშიშროება დაემუქრებოდა, მთელი მეტრო მზად იყო მის დასაცავად. წითელ ხაზსა და ხანძას შორის ომმა, რა თქმა უნდა, იგი მეტნაკლებად დააზარალა, მაგრამ ეს დაპირისპირება დიდი ხნის წინ დამთავრდა და პოლისმა კვლავ დაიბრუნა კეთილდღეობისა და უძლეველობის ჯადოსნური აურა. რაც უფრო მეც ფიქრობდა არწომი ამ საოცარ ადგილზე, მით უფრო რწმუნდებოდა, რომ პოლისისაკენ მიმავალი გზა არ შეიძლებოდა ადვილად დასაძლევი ყოფილიყო. ხიფათისა და თავგადასავლების გარეშე ეს მოგზაურობა ხიბლს და მიმზიდველობას დაკარგავდა. არწომა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ წითელი ხაზით კიროვსკაიასა და ლენინის სახელობის ბიბლიოთეკის გავლით პოლისში მოხვედრა შეუძლებელი იყო და სხვა გზების ზევნა დაიწყო. აი ჰანზის საგუშაგოებისათვის რამენაირად თავი რომ დაეღწია და წრიულ ხაზს დასდგომოდა. მაშინ ქალაქამდე მისვლა
საკმაოდ მარტივი იქნებოდა. იგი კვლავ დააკვირდა გაცრეცილ და გვერდებ მომწვარ რუკას, რაიმე საბაბით ჰანზის ტერიტორიაზე რომ მოხვედრილიყო. მშვიდობის გამზირიდან 2 სადგურის შემდეგ კურსკაიაზე ამოყოფდა თავს. იქ არბატსკოპოკროვსკაიას ხაზზე გადავიდოდა და პოლიციის კუთვნილ არბატსკაიამდე სულ ცოტა მანძილი დარჩებოდა. მართალია, გზაზე შეხვდებოდა რევოლუციის მოედანი, რომელიც ომის შემდეგ წითლებს დაუთმეს, მაგრამ ისინი ხომ გარანტიას იძლეოდნენ, რომ ტრანზიტულ მგზავრებს შეუფერხებლად გაატარებდნენ. ასეთი იყო სამშვიდობო ხელშეკრულების ერთ-ერთი ძირითადი პირობა. ცოტა კიდევ ვიფიქრა და გადაწყვიტა ჯერჯერობით ამ გეგმაზე შეჩერებულიყო და რამენაირად გაიგო ცოტა რამ იმ სადგურების შესახებ, რომლებიც უნდა გაევლო. თუ რაღაც არ გამოვა, ყოველთვის შეიძლება სათადარიგო მარშრუტის პოვნა. ირწმუნებდა თავს. არც ომს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ მეთაური ცოტა ამლაშებდა, როცა მეტროში მოძრაობის სიგნალებზე ლაპარაკობდა. რუკის დათვალიერების შემდეგ დასახული მიზანი მიუღწეველი აღარ ეჩვენებოდა. ახლა უკვე იცოდა, როგორ უნდა ემოქმედა. ეჭვი აღარ ეპყრობოდა, რომ რაზმთან ერთად ვდნხ-ზე აღარ დაბრუნდებოდა და პოლიციისაკენ აიღებდა გეზს. ფიქრში გართულმა ვერც კი შეამჩნია, როგორ დაადგა თავზე ჟენკა. რაო, რუკას სწავლო, რა გაინტერესებს? შიგ ყურში ჩასძახა მეგობარს. მოულოდნელობისაგან არწომი კინაღამ შეხდა და შეეცადა სქემა დაემალა. არაფერი. მინდოდა მეპოვა ის რეიხი მეთაური რომ გვიყვებოდა. მერე იპოვე? შენც ხარ რა, მოდი გაჩვენო. მეტრო ჟენკამ არჭომზე და თავის ბევრ თანატოლზე უკეთ იცოდა და ამით ამაყობდა კიდეც. მან თითი დაადო სამხრივ გადასასვლელს ჩეხოვსკაიას და პუშკინსკაიას და ტვერსკაიას შორის. არჭომა შვებით ამოისუთქა, მაგრამ ჟენკამ დაასკვნა, რომ მეგობარს მისი შეშურდა. არა უშავს ოდესმე შენც ჩემსავე დაეუფლები ამ საქმეს. დაამშვიდა მან არჭომი. არჭომას სადა სახეზე მადლიერება გამოიხატა და სასწრაფოდ გამოცვალა საუბრის თემა. რამდენ ხანს ვისვენებთ აქ? ჰკითხა მან მეგობარს, მაგრამ ჟენკამ პასუხის გაცემა ვერ მოასწრო. მივდივართ ახალგაზრდებო. დაიძახა მეთაურმა და არჭომი მიხვდა, რომ შესვენება ისე დამთავრდა, წახემსებამ ვერ მოასწრო. ისევ არჭომისა და ჟენკას ჯერი იყო დრეზინაზე დადგომისა. რაზმის წევრებმა თავთავიანთი ადგილები დაიკავეს და კვლავ აჭრიალ და ბორბლები წუთის და გვირაბში აღმოჩნდნენ. ცოტა ხანში მეთაურმა კირილს უხმოდა, მანაც წინ გადაინაცვლა. მიდიოდნენ და ჩუმად რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. წყეული დრეზინა მთელ ძალღონს ართმევდა არჭომს, ამიტომ თავიც არ ჰქონდა, რომ ყური დაეგდო მათი საუბრისათვის. ის მოხალისე დრეზინას რომ მოხვებოდა, მარტო დარჩა და აშკარად ღელავდა წამდაუწუნ უკან იხედებოდა. არჭომი მისკენ პირით იდგა და ხედავდა, რომ გვირაბის იმ მონაკვეთში არაფერი იყო საშიში, მაგრამ მაინც ერთი სული ჰქონდა თავი მიებრუნებინა. ეს შიში ყოველთვის ეუფლებოდა, როდესაც გვირაბში შედიოდა, მაგრამ ამაში გასაკვირი არაფერი იყო. ყველა მარტო ხელა მგზავრმა იცოდა, რომ გვირაბში საფრთხის ყველაზე მძაფრი გრძნობა ზურგიდან ეპარებოდათ. ხანდახან ეს გრძნობა სრულიად გაუსაძლისი ხდებოდა, ამიტომ არაფრის დიდებით არ შეიძლებოდა ამ შიშის აყოლა. ბევრი ადამიანი ამის გამო ჭკუიდანაც კი გადაცდა და გვირაბში საერთოდ ვეღარ შედიოდა. ნუ გეშინია, მე ვუყურებ. დაუყირა არწომა მოხალისეს. უკან მავალმა თავი დაუქნია, მაგრამ ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ ისე მიიხედა. სერიოგას ერთმა ნაცნობმა ზუსტად ასე გააფრინა. ჩუმა თქვა ჟენკამ. თუმცა მას უფრო სერიოზული მიზეზი ჰქონდა. გადაწყვიტა გაევლო ის გვირაბი სუხარევსკაიაზე, რომელზეც მოგიყევი. მარტო წავიდა, მაგრამ გადარჩა. იცი რატომ გადარჩა? იმიტომ რომ 100 მეტრის იქით ფეხი ვერ გადაადგა. თავიდან ისეთ ამომად შევიდა, რომ 20 წუთის შემდეგ კი დაბრუნდა თვალები გადმოკარკლული და დამუნჯებული. თმები ყალყზე ედგა. დღემდე ნორმალურად ვეღარ ლაპარაკობს, რაღაცას ბურდღუნებს თავისთვის და ღმუის. მას მერე გვირაბისკენ არც კი გაუხედავს. სულ სუხარევსკაიაზე გდია და მათხოვრობს. დედააზრი გასაგებია? ჰო, დაუდასტურა არჭომა. გულში კი გაიფიქრა, რომ ამ ჭკუის სასწავლებელი ამბიდან ერთბაშად რამდენიმე დედააზრის გამოტანა შეიძლებოდა. ცოტა ხანს ჩუმად იარეს. არჭომი კვლავ ფიქრს მიეცა. იგი ცდილობდა რაიმე სარწმუნო ვერსია შეეთხსა რიჟსკაიას გუშაგებისათვის, რომ იმაც მშვიდობის გამზირისაკენ გაეტარებინათ.
თანდათან მოუსვენრობა დაეუფლა და ეს გრძნობა ფიქრს უშლიდა. როგორც იქნა მიხვდა რა მააფორიაქა. გვირაბიდან რაღაც ხმაური ესმოდა, თავიდან სულ ჩუმად, მერე კი უფრო და უფრო ხმამაღლა. იდუმალი არსებების ჩურჩურს გავდა. არტიომმა თანამგზავრებს გადახედა, ყველა წყნარად მიაბიჯებდა, მეთაური და კირილი აღარ ლაპარაკობდნენ. ჟენკაც თითქოს რაღაცაზე ფიქრობდა. მოხალისემ მოკვას თავი ანება და წინ იყურებოდა. ეთყობა არავის გაუგონია რამე. არტიომს შეეშინდა რაზმის წევრების ასეთი სიმშვიდე იმ დროს, როცა ხმაური სულ უფრო მატულობდა. სრულიად აუხსნელი იყო. ყმაწვილმა დრეზინის ბერკეტს ხელი უშვა და წელში გასწორდა. ჟენკამ გაკურებით შეხედა მეგობარს. რატომ გაჩერდი? დაიღალე თუ რა დაგემართა? გაგეფრთხილებინე წინასწარ სანამ თავს დაანებებდი. არაფერი გესმის? კითხა არტიომმა. ეთყობა ისეთი სახე ჰქონდა, რომ ჟენკა შეცვა და ყური მიუგდო. თუმცა მუშაობისათვის თავი არ დაუნებებია. დრეზინამ სვლა შეანელა, რადგან არტიომი კვლავ გაშეშებული იდგა. მეთაურმა მოიხედა და ბიჭებს დაუძახა. რა ხდება? ბატარეა დაგიჯდათ? არაფერი გესმით? ახლა მას კითხა არტიომმა. უცებ ძალიან ცუდად იგრძნო თავი, არავის არაფერი ესმის მის გარდა. ეთყობა გაგიჯდა, შიშისაგან შეიშალა, ამ საშინელი ამბების მოსმენისგან და ყველაფერი ეჩვენება. მეთაურმა ანიშნა გაჩერებულიყვნენ და მიაყურა და თან ავტომატი მოიმარჯვა. არტიომი უყურებდა მას და ცდილობდა გაეგო, ესმის თუ არა რამე. თანდათან მეთაურს სახე დაუმშვიდდა და ამის შემხედარი არტიომს ძალიან შეერცხვა. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, უმიზოზოდ გააჩერა რაზმი. შეშინდა და სხვებიც ააფორიაქა. ეთყობა ჟენკამაც ვერ გაიგონა ხმაური, თუმცა ძალიან ეცადა. ბოლოს თავი გადააქნია და დამცინავად გაუღიმა მეგობარს და დამწუხრებული სახით კითხა. რაო ძმაო, მოგელანდა? წადი შენი, ვერ მოითმინა არტიომმა. დაყრუდით ეთყობა ყველანი. მოლანდებები გაქვს, კვლავ დაასკვნა ჟენკამ. სრული სიჩუმე არაუშავს, ასეთი რამ ხდება ხოლმე, ნუ ნერვიულობ. მიდი, მოკიდე ხელი და გზა გავაგრძელოთ. მამაშვილურად უთხრა მეთაურმა და კვლავ წინ ჩადგა. არტიომი თავის ადგილს დაუბრუნდა. პატრიოტსნად ცდილობდა დაერწმუნებინა თავი, რომ ყველაფერი მოელანდა. ბერკეტს ხელი მოკიდა და დრეზინა კვლავ დაიძრა, მაგრამ ხმაური კიდევ უფრო გაძლიერდა. ბოლოს ისე მოიმატა, რომ ყურთასმენა აღარ იყო. უცებ არტიომმა შეამჩნია, რომ ჟენკას ბერკეტი მხოლოდ ცალი ხელით ეჭირა, მეორე ხელით კი ყურებს იზელდა. რა შვრები? ჩუმად კითხა მეგობარს. არ ვიცი, რაატომღაც ყურები დამიგუბდა და მეკავება. გესმის რამე? კვლავ კითხა არტიომმა. არა, ხმაური არ მესმის, მაგრამ თითქოს რაღაც მაწვება. ჩურჩულით უპასუხა ჟენკამ წინანტელი ირონიის გარეშე. ხმაურმა აპოგეას მიაღწია და უცებ არტიომი მიხვდა, საიდან მოდიოდა იგი. ჭერში გაყვანილი მილიდან. ეს მილი ერთ ადგილას გადატეხილი იყო. შიგ რაღაც კაბელები მოჩანდა და ხმაური სწორედ იქიდან ისმოდა. უცებ მეთაური შეჩერდა და ლუღლუღით თქვა. ბიჭებო, მოდი, ცოტა ხანს შევისვენოთ. რაღაც ცუდად გრძნობ თავს. თავბრუნ ეხება. იგი ბორძიკით მიუახლოვდა დრეზინას და მასზე ჩამოჯდომა დააპირა, მაგრამ უცებ პირქვე დაეცა. ჟენკა უკვე ორივე ხელით ისრეს და ყურებს და დაბნეული უყურებდა ბეტონზე გაშხლართულ მეთაურს. კირილი კი არც შეჩერებულა გზას განაგრძობდა. არტიომმა დაუძახა, მაგრამ მან არ უპასუხა. არიერგარდში მიმავალი მოხალისე უცებ ლიანდაგზე დაჯდა და ბავშვივით ატირდა. არტიომს შეეშინდა. მიხვდა, რომ მხოლოდ მას ღაშერჩენოდა სახი გონება. ყურის წამყები ხმაური ფიქრის საშუალებას არ აძლევდა, ამიტომ ყურები თითებით დაიცო. ამან ცოტა უშველა. წამოიწია, ჟენკას გვარიანი სილა გააწნა და დაუყვირა. ააყენე მეთაური, დააწვინა დრეზინაზე, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავეცალოთ აქაურობას. მერე ფარანსს დასწვა და კირილს გაეკიდა. მალე დაეწია, რადგან კაცი ძალიან ნელა მიდიოდა. არტიომმა მხარზე სტაცა ხელი და შეეცადა გაეჩერებინა, მაგრამ კირილი მაინც წინ მიიწევდა. მაშინ არტიომი წინ გადაეღობა და ფარნიშუკი დახუჭულ თვალებში მიანათა. ამან გაჭრა, კირილი დაიმაჭა და წამით შეჩერდა. არტიომმა თუთო აუწია და ფარნიშუკი ახლა პირდაპირ გუგაში ჩაანათა. კირილმა წამოიყვირა, თვალები აახამხამა და გაოცებული მიაჩერდა ყმაწვილს. არტიომმა ხელი სტაცა და დრეზინისაკენ წაათრია. შემდეგ რაზმის ბოლო წევრს მოხალისეს მიუბრუნდა, რომელიც კვლავ ლიანდაგზე იჯდა და გულამოსკვნილი ტიროდა. ისეთი გატანჯული სახე ჰქონდა, რომ არტიომსაც ძალაუნებურად სრემლი მოადგა. ყველა დაიღუპა, ყველა ძალიან სტკიოდათ, მოთქვამდა მოხალისე. არტიომი შეეცადა ფეხზე წამოეყენებინა, მაგრამ კაცი გაუძალიანდა, უცებ კი გაავებული აყურდა.
ღორებო, არაკაცებო, არსად არ წამოვალ, აქ მინდა დარჩე ამათთან. ისინი იტანჯებიან, თქვენ კი გინდათ აქედან წამიყვანოთ. თქვენი ბრალია ყველაფერი, არსად არ წამოვალ, არსად, ხელი გამიშვი. არწომა ჯერ დააპირასილა გაეცდა მისთვის, რომ გონზე მოიყვანა, მაგრამ მერე გაიფიქრა, რომ ასე მდგომარეობაში მყოფ ადამიანს შესაძლოა ხელით შემოებრუნებინა მისთვის. ამიტომ ჩაიმუხლა და მოხალისეს ალერსიანად გამოელაპარაკა. შენ ხომ გინდა მათ დაეხმარო? ხომ გინდა რომ აღარ იტანჯებოდნენ? კაცმა გაუბედავად გაიღიმა. ხო, მინდა დავეხმარო. ამისათვის ჯერ მე უნდა დამეხმარო. მათ ასე უნდათ. წადი, დადექი დრეზინას და ბერკეტი ხელში აიღე. შენ უნდა დამეხმარო, რომ სადგურამდე მივაღწიო. მათ ასე გითხრეს? კითხა მოხალისემ. ხო, მერე ნამდვილად გამიშვებ მათთან? სიტყვას გაძლევ, რომ თუ მოინდომებ, ნამდვილად გაგიშვებ. დაუდასტურა არწომა და სანამ მისი თანამოსაუბრე მოასწრებდა გოს მოსვლას, დრეზინასაკენ წაიყვანა. არწომა ჟენკა, კირილი და მოხალისე ბერკეტებთან დააყენა. შუაში დააწვინა უგუნოდ ყოფი მეთაური, თვითონ წინ ჩადგა და დაძვრის ბრძანება გასცა. მის და გასაკვირად მაშინვე გაიგონა უკნიდან როგორ აჭრია და დრეზინა. არწომა იცოდა, რომ ზურგის გაშიშვლება არ შეიძლებოდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. კარგად ესმოდა, რომ ახლა მთავარი იყო. ამ ადგილს რაც შეიძლება სწრაფად გასცლოდნენ. ბერკეტთან ახლა სამი კაცი იდგა, ამიტომ რაზმი ახლა უფრო სწრაფად მოძრაობდა. საზიზღარი ხმაური თანდათან კლებულობდა და არწომით ცოტა დამშვიდდა, თუმცა თანამგზავრებს მაინც არ ასვენებდა, სულ აჩქარებდა. ერთადერთი სურვილი ამოძრავებდა, სწრაფად მიეღწიათ რიჟსკაიას სადგურამდე. რას მბრძანებლობ, გამომივიდა რაღა უფროსი. გაიგონა უკნიდან ჟენკას ხმა. მისმა ირონიულმა ტონმა მიახვედრა არწომი, რომ საშიში ზონა უკან მოიტოვეს და ანიშნა მეგობრებს გაჩერებულიყვნენ. თვითონ კი ღონემი ხდილი დაეშვა ძირს და დრეზინას მიეყრდნო. ნელ-ნელა ყველა გამოერკვა. მოხალისე აღარ ტიროდა, ხოლო საფეთქლებს ისრესდა და გაკვირვებული იყურებოდა აქეთ-იქით. მეთაურიც კვნესით წამოდგა ფეხზე და დაიჩივლა, თავი მისკდებაო. ნახევარი საათის შემდეგ გადაწყვიტეს დაძრულიყვნენ. არწომის გარდა არავის არაფერი ახსოვდა. იცი უცბად რაღაც დამაწვა, გონება დამებინდა და თვალთ დამიბნელდა. ერთხელაც დამემართა ასე გაზით მოწამვლისაგან, აქედან შორს, სხვა გვირაბში, მაგრამ გაზი ყველაზე ერთნაირად მოქმედებს. შენ კი მხოლოდ ხმა გესმოდა. ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი. ხმა მაღლა მსჯელობდა მეთაური. აი, ნიკიტა თურმე ქვითინებდა. ვასილიჩ, მაინც ვინ გებრალებოდა ასე? კითხა მან მოხალისეს. წარმოდგენა არა მაქვს. არ მახსოვს, რამდენიმე წუთის წინ კიდევ მახსოვდა რაღაც. ახლა ყველაფერი ამომიფრინდა თავიდან. აი სიზმარს რომ ნახავ, გაიღვიძებ და აზრზე არახარ რა ნახე, მხოლოდ განწყობა რჩება. ასია ახლაც. მახსოვს რომ ვიღაც მებრალებოდა ძალიან, მაგრამ ვინ იყო და რატომ მებრალებოდა, არ ვიცი. თქვენი გვირაბში გინდოდათ დარჩენა სამუდამოდ. არ მომყვებოდით და მე შეგპირდით, რომ თუ მოინდომებდით უკან დაბრუნებას, მე ხელს არ შეგიშლიდით. უთხრა არწიომა ნიკიტას ეშმაკური ღიმილით, ასე რომ მე გიშვებთ. დიდი მადლობა, მაგრამ რატომღაც გადავიფიქრე, ნიკიტა შეიშმუშნა. კარგი გვეყოფა ლაქლაქი ამ შუა გვირაბში. ჯერ მივიდეთ სადგურზე და იქ გავაგრძელოთ. ჩვენ ხომ უკან დაბრუნებას მოგვიწევს, თუმცა დღეს ამაზე ფიქრის თავი არ გვექნება. მთავარია სადგურამდე მშვიდობით მივიდეთ. აბა ჰე, ავდექით, თქვა მეთაურმა და მოულოდნელად დასძინა. არწიო, მოდი აქ ჩემთან ერთად იარე. შენ დღეს ჩვენი გმირი ხარ. კირილი დრეზინის უკან დადგა. ჟენკა და ნიკიტა ბერკეტებს დასწვდნენ და რაზმი დაიძრა. მას ამბობ, რომ გახეთქილი მილიდან მოდიოდა ის ხმა. იცი რა, არწიო, შეიძლება ჩვენ ვართ ყრუები და ამიტომ არ გვესმოდა არაფერი. შენ ეთყობა გუმანით გრძნობ ასეთ რაღაცეებს. გაგიმართლა ჩემო ბიჭო, აქებდა მეთაური. ძალიან საინტერესოა მაინც რა გამოდიოდა იმ მილიდან. რიჟსკაიამდე სულ ცოტა მანძილი რჩებოდა. 15-ოდე წუთში საგუშაგოზე ანთებული კოცონის ალიც გამოჩნდა. მეთაურმა ნაბიჯი შეანელა და ფარნით რაღაც ანიშნა. საგუშაგოზე სულ ცოტა ხანს გააჩერეს, ასე რომ ნახევარი საათის შემდეგ დრეზინას სადგურზე შეგორდა. რიჟსკაია გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა ვიდრე ალექსეევსკაია. ოდესღაც ამ სადგურის თავზე დიდი ბაზრობა იყო, მათ შორის ვინც მაშინ მეტროში ჩაასწრო და გადარჩა, იყო ბევრი მოვაჭრე ამ ბაზრობიდან. ამიტომ ამ სადგურზე ბევრი მარიფათიანი ადამიანი ცხოვრობდა. ამასთან რიჟსკაიამ
საკმაოდ ახლოს იყო მშვიდობის გამზირთან, ანუ ჰანზასთან და ესეც ახელს უწყობდა. ავარიული ელექტროგანათება ჰქონდათ, ისე როგორც ეს ვდნხ-ზე იყო. გუშაგებს ძველი ნახმარი სამხედრო ფორმები ეცვათ, მაგრამ მაინც უფრო პეციანად გამოიყურებოდნენ, ვიდრე საღებავით დასრულ დაბამბულ ქურთუკებში გამოწყობილი ალექსეევსკაიას მცველები. სტუმრებს ცალკე კარავი მიუჩინეს. ახლა უკვე სწრაფად უკან დაბრუნებაზე ფიქრი აღარ შეიძლებოდა, რადგან არ იცოდნენ, რით იყო გამოწვეული ის უცნაური მოვლენა გვირაბში და როგორ უნდა გამკლავებოდნენ მას. სადგურის ადმინისტრაცია და რაზმის მეთაური სათათბიროდ გავიდნენ. რაზმის დანარჩენ წევრებს საქმე არ ჰქონდათ და შეეძლოთ დაესვენათ. არჩომის თავის გასაშლელი საწოლზე პირქვე დაეცა. არ ეძინებოდა, მაგრამ იმდენად იყო გადაღლილი ნერვიულობისაგან, რომ ფეხზე ვეღარ იდგა. ერთ-ორ საათში სტუმრებისათვის სუფრა უნდა გაეშალათ. მასპინძლები ისე ფოსფოსებდნენ და ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს, ჩანდა მდიდრული ვახშმის გამართვას აპირებდნენ. შეიძლებოდა ხორციც მოეტანათ. ბაქანზე ხმაური იყო. არწომა ვერ მოითმინა და გარეთ გაიხედა. რამდენიმე ადამიანი იატაკს გვიდა და პრეზიდენტს აფენდა. შორიახლო ლიანდაგზე დაკულულ ღორს ჭრიდნენ. იქვე უფრო იქით ფოლადის მავთულის გორგლისაგან შამფურებს ამზადებდნენ. მაშასადამე მწვადიც იქნებოდა. სადგურის კედლები ფერადი ფილებით იყო მოპირკეთებული და არა მარმარილოთი. თავის დროზე ალბათ ეს ძალიან თბილსა და მხიარულ გარემოს ქმნიდა. ფილები ახლა უკვე მურსა და ცხიმს დაეფარა, მაგრამ აქაურობას ძველი სიმყუდროვე და პეცი მაინც შეჩანოდა. მეორე ლიანდაგზე იდგა ფანჯრებ ჩამტროული კარღია, მაგრამ ნამდვილი მატარებელი. მატარებლებს სადგურებზე ახლა იშვიათად შეხვდებოდით. ისინი, რომლების გვირაბში დარჩა, დაშალეს, ნაწილები კი გამოიყენეს. მამობილმა უამბო არწივს, რომ ჰანზაში ერთ-ერთი ლიანდაგი სპეციალურად გაათავისუფლეს მატარებლებისაგან, რათა დრეზინებს შეუფერხებლად ემოძრავათ. ამბობდნენ, რომ წითელ ხაზზეც ასევე მოიქცნენ. მართლაც გვირაბში რომ მიდიოდნენ, ვდნხ-დან მშვიდობის გამზირამდე ერთი ვაგონიც კი არ შეხვედრიათ. ნელ-ნელა ხალხი შეიკრიბა. კარვიდან ნამძინარევი ჟენკა გამოძვრა. ნახევარ საათში მოვიდნენ სადგურის უფროსები არწიომის რაზმის მეთაურთან ერთად. ხორცის ნაჭრები ნაღვერდალზე დაალაგეს. მეთაური და აქაური ხელმძღვანელები კარგ გუნებაზე იყვნენ, იცინოდნენ და ხუმრობდნენ. ეთყობა მოლაპარაკებამ კარგად ჩაიარა. მოიტანეს დიდი ბოთლი, რომელშიც ადგილობრივი წარმოების ალკოჰოლური სასმელი ესხა. დაიწყო სადღეგრძელოები და სტუმრები კიდევ უფრო გამხიარულდნენ. არწიომი ჭამდა მწვადს, უყურებდა გაღუვებულ ნახშირს და არაჩვეულებრივ სიმშვიდეს გრძნობდა. შენ გამოიხსენი ესენი ხაფანგიდან? კითხა უწევ გვერდით უცნობმა, რომელიც არწიომს კარგა ხანს აკვირდებოდა. ყმაწვილი შეკრთა, ფიქრებში წასულმა ვერც კი შეამჩნია, როდის მიუჯდა ეს კაცი გვერდზე. ეს ვინ გითხრათ? ვინ მითხრა? თქვენი ბრიგადირი ყვებოდა. უპასუხა უცნობა და იქვე მჯდომ რაზმის მეთაურს გახედა. ჰო, მე უხალისოდ უთხრა არწიომმა. ცოტა ხნის წინ გაზრახული ჰქონდა ამ სადგურზე საჭირო ხალხი ეპოვა და მათთან ნაცნობობა გაება. ახლა კი რატომღაც ეს აზრი აღარ ხიბლავდა. არწიომი უცნობს დააკვირდა. კაცს თმები მოკლედ ჰქონდა შეკრეჭილი, გაუპარსავი იყო. ეცვა მეზღვაურის ლურჯ ზოლიანი მაისური და უხეში ტყავის ქურთუკი. გარეგნულად ჩვეულებრივ მოვაჭრეს გავდა. რიშსკაიაზე ასეთები ბლომად იყვნენ. მე ბურბონი ვარ, შენ რა ქვია? გაუგზელა საუბარი უცნობმა. ბურბონი? გაუკვირდა არწიომს. გონი მეფე იყო ასეთი. არა, ბიჭი, სპირტი იყო ასეთი, ცეცხლოვანი წყალი. ამბობენ ძალიან კარგად მოქმედებდა განწყობაზე და მაინც რა გქვია? არწიომი. მისმინე არწიომ, როდის ბრუნდებით უკან? არ ეშვებოდა ბურბონი. ყმაწვილს უკვე აღეზიანებდა ეს საუბარი. არ ვიცი, დღეს ვერავინ გეტყვით, როდის დავბრუნდებით უკან. თუ გაიგეთ რა დაგვემართა, მიხვდებით რატომაც. უკვე უთხრა მან მკვახეთ. გთხოვ, თქვენობით ნუ მომმართავ. არც იმდენად უფროსი ვარ შენზე, მე ტყუილად არ გეკითხები. შენთან საქმე მაქვს, შენს მეგობრებთან კი არა, მხოლოდ შენთან. შენი დახმარება მჭირდება. გამიგე, ცოტა ხნით. კაცი ძალიან აბნეულად ლაპარაკობდა, თანაც უცნაური გამოთქმა ჰქონდა, ამიტომ არწიომმა ვერაფერი გაიგო. თან შინაგანად დაიძაბა და მთლად გაუქრა სრული ამ უცნაური საუბრის გაგრძელებისა. ბურბონი მიხვდა, რომ მოსაუბრე არ ენდებოდა. მისმინე, ტყუილად ღელავ. ცუც არაფერს გთავაზობ, სუფთა საქმეა, თითქმის სუფთა. მოკლედ გეტყვი, გუშინწილ ჩვენები სუხარევსკაიაზე რომ წავიდნენ, მაგრამ იქამდე ვერ მიაღწიეს, ხო გაიგე? ერთი მობრუნდა მარტო.
არაფერი ახსოვს. მარტო ტირის. აი, როგორც ის თქვენი მეგობარი. დანარჩენები გაქრნენ. არ ვიცი, შეიძლება ბოლოს და ბოლოს მივიდნენ კიდე სუხარევსკაიაზე, ან ვერ მივიდნენ. მესამე დღეა უკვე იქიდან არავინ მოსულა. აქედანაც არავის უნდა იქ წასვლა. ეთყობა ეშინიათ. მოკლედ, მგონი იქაც რაღაც ისეთივე ხდება, რაც თქვენ დაგემართათ. თქვენს ბრიგადირს რომ მოვუსმინე, მაშინ უნდა მივხვდი, რომ ეს ხომ სულ ერთი ხაზია და მილებიც იგივე გადის. ბურბონმა მიმოიხედა, შეამოწმა, ხო არავინ უსმენდა და გააგზლა. შენზე კი ეს რაღაც არ მოქმედებს, მივხვდი ხო? გონი რაღაცას მივხვდი, უპასუხა არწომა ყოფანით. მოკლედ, მე ძალიან მჭირდება იქ მოხვედრა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ მეც ისევე დამიცურდება კრამიტი, როგორც ჩვენს ბიჭებს, როგორც შენი ბრიგადის წევრებს. შენ გინდა რომ ამ გვირაბში უნებლად გაგატარო და სუხარევსკაიაზე მიგიყვანო, არა? ხო, რაღაც ასეთი, თავი დაუქნია ბურბონმა. არ ვიცი, გაგიგია თუ არა, რომ სუხარევსკაიას იქით მეორე გვირაბია, რომელშიც ამაზე უარესი ხდება. იქაც მომიწევს რამენაირად გაღწევა. ეჭვი არ შეგეპაროს, რომ თუ სამშვიდობოს გამიყვან, ვალში არ დაგრჩები. მართალია მე გზა უნდა გავაგზავნო სამხრეთისაკენ, მაგრამ სუხარევსკაიაზე ჩემი ხალხი მყავს. უკან მოგიყვანენ, ფეხსაცმელსაც გაგიპრიალებენ და ასე შემდეგ. უცებ არწომი მიხვდა, რომ ბურბონის წინადადება შანსი იყო უპრობლემოდ გადაელახა რიჟსკაიას სამხრეთი საზღვარი და შეიძლება იმის იქითაც გაეხსნა გზა. ბურბონმა თქვა, რომ სუხარევსკაიიდან ტურგენევსკაიაზე აპირებდა წასვლას. არწიომაც ხომ იგივე მარშრუტი აირჩია ტურგენევსკაიიდან ტრუბნაიაზე, შემდეგ ცვეტნოი ბულვარზე და ჩეხოვსკაიაზე, იქიდან კი არბატსკაიამდე. სულ ცოტა მანძილი რჩებოდა. პოლისი. როგორ გადამიხდი, კითხა არწიომმა. თან ცდილობდა, რომ სიხარული არ გაემჟღავნებინა. როგორც გინდა, თუ ვალუტა გირჩევნია. ბურბონმა ყურადღებით შეხედა არწიომს. ცდილობდა გაიგო, მიუხვდა თუ არა სათქმელს და მაინც განუმარტა. ანუ კალაშნიკოვის ვაზნები, თუ გინდა სპირტი, საჭმლით ან სოკოთი. ესეც შემიძლია, დაძინა მან და არწიომს თვალი ჩაუკრა. არა, ვაზნებით ნორმალურია. 2 მჭიდი და საჭმელი. იქითობისას და უკანა გზაზეც რომ მეყოს. ვაჭრობა აღარ მოსულა, მოუჭრა არწიომმა. თან ცდილობდა ბურბონის მზერისათვის გაეძლო. საქმიანი კაცი ხარ, ჩაილაპარაკა ბურბონმა. კალაშის 2 მჭიდი და საჭმელი. არა უშავს მიღირს, კარგი. არწიომ ახლა წადი დაიძინე და მალე მოგაკითხავ. დაველოდები რომ ეს აურზაური დამთავრდეს და მერე შენი ჭინჭები მოაგროვე. თუ წერა იცი, შეგიძლია წერილიც დატოვო, რომ არ დაგვედევნონ. მოკლედ, ჩემი მოსვლისათვის მზად იყავი. გასაგებია?